მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მე მსურს ვისაუბრო იმის შესახებ თუ რა არის საბლიმინალები. სპოილერი, საბლიმინალები არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მანიფესტაციის ტექნიკა და მოდით ავხსნი რატომ. პირველ რიგში რა არის საბლიმინალები? მაგალითად, ჩვენ გვსურს კონკრეტული სურვილის მოზიდვა საკუთარ რეალობაში, ხო? დავუშვათ, გვსურს რომ მოვიზიდოთ მეტი ფინანსური ენერგია. ვწერთ ამისათვის აფირმაციებს, შეგვიძლია ინტერნეტშიც დავძებნოთ, ან Pinterest-ზე, ან სადმე დავგუგლოთ ელემენტარული. ვიღებთ ისეთ ფოტოებს, რაც გვიასოცირდება ჩვენს საქმიანობასთან, ან ფულიანობასთან. მაგალითად, შეგიძლიათ შეხვიდეთ Pinterest-ზე და აკრიბოთ ან თქვენი პროფესია, რომელშიც გინდათ მოღვაწეობა, ან ფულის ფოტოები, ან არ ვიცი, რაც გიასოცირდებათ ფულთან, რაც გიასოცირდებათ კარიერასთან და კონკრეტულად რისი მოზიდვაც გინდათ. არ არის აუცილებელი ფოტოები იყოს რაღაც ზუსტი, თავარი არის ის, რომ თქვენ გქონდეთ ამ ფოტოების მიმართ ასოციაცია, რომ ხო, აი ეს ფოტო მიასოცირდება ფინანსებთან, ჩემს პირად წარმატებასთან და ჩემს პირად კარიერულ ზრდასთან. და რას ვაკეთებთ? ვარჩევთ რამდენიმე აფირმაციას, შეგვიძლია ჩვენითაც დავწეროთ, მაგალითად, მე მარტივად ვიზიდავ კლიენტებს, მე მარტივად ვიზიდავ ფინანსურ წარმატებას, მე მარტივად ვიზრდები კარიერულად ან რაღაც მსგავსი. შეგიძლიათ თქვენითაც, შეგიძლიათ Google-იც დაიხმაროთ და ნახეთ საბლიმინალი თვითონ რა არის. ეს არის ის ტექნიკა, როდესაც ჩვენ ვიღებთ ფოტოებს, ან ერთ ფოტოს, რომელიც გვიასოცირდება იმ სურვილთან, რისი მიღებაც გვინდა ჩვენს რეალობაში, რისი მოზიდვაც გვინდა ჩვენს რეალობაში. ვადებთ ამას ჩვენს ხმას, ან სხვის ხმას, როგორც გაგეხარდებათ, და ზემოდან ედება მუსიკა. ისე რომ თვითონ საბლიმინალები არ ისმოდეს კარგად, ისმოდეს მხოლოდ ესე რაღაც ასეთ დონეზე, ხვდებით ხომ? და რა ხდება ამ დროს? რატომ არის საბლიმინალების მეშვეობით აფირმაციებით მოზიდვა ყველაზე მარტივი? იმიტომ რომ ჩვენ ამ აფირმაციების არ გვესმის. დიახ, იმიტომ რომ უბრალოდ არ გვესმის. და იცით რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ არ გვესმის, მაგრამ ჩვენ ჩვენს ქვეცნობიერში ვდებთ კონკრეტულ ინფორმაციას, ამ დროს რა ხდება? ამ დროს ჩვენ ვტვირთავთ, როდესაც ვუსმენთ საბლიმინალებს, ჩვენ ვტვირთავთ ჩვენს გონებაში, ჩვენს ქვეცნობიერში გარკვეულ ინფორმაციას. მაგალითად, იმ ინფორმაციას, რომ ხო, აი მე ვიზიდავ კონკრეტულ თანხას, ან კონკრეტულ სურვილს საკუთარ რეალობაში, ხო? და ამ დროს, რადგანაც ჩვენ არ გვესმის, ჩვენი ტვინი ამ ინფორმაციას აღიქვამს ზუსტად. ანუ აქ არ მოდის ის, ასე ვთქვათ, ენერგია, ის უარყოფა, როგორიც მოდის ხოლმე მაშინ, როდესაც უბრალოდ აფირმაციებს ვკითხულობ. მაგალითად, საბლიმინალში ამბობთ, რომ მე მარტივად ვიზიდავ ფინანსურ ენერგიას და ზოგადად აფირმაციების წაკითხვის დროს ამას ამბობთ და თქვენი ტვინი ავტომატურად რას გეუბნებათ? ამ დროს თქვენი ტვინი ავტომატურად გეუბნებათ, აუ არა, მე ვერ ვიზიდავ, აუ არა, მე ეს არ გამომივა, მე ეს არ გამომდის. ჩემთვის ეს რთული, ან ჩემთვის ეს შეუძლებელი, ან კიდევ რაღაც მსგავსი სისულელეები. ნუ მოკლედ მოდის ასეთი უარყოფა ტვინისგან, ჩვენი ცნობიერისგან. და უარყოფა მოდის საიდან, იცით? უარყოფა მოდის იქედან, რომ ჩვენ ამის არ გვწამს. ახლა არ მინდა რომ რომელიმე კოუჩებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ძალიან ბევრჯერ რომ მსმენია კოუჩებისგან და ამ მსგავსი ვიღაცეებისგან, რომ აი მთავარია შენ გწამდეს შენი სურვილის. კი ბატონო, ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, რომ გწამდეს ჩვენი სურვილის, მაგრამ მეგობრებო, შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული არის იწამო ის, რაც უბრალოდ არ არის შენს რეალობაში, ხო? ჩვენ გვწამს ნეგატიური რაღაცეების, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ეს ნეგატიური რაღაცეები განვიცადეთ. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ნეგატიური გამოცდილება. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ნეგატიური გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რომ აი, როდესაც მე ადრე ვიზიდავდი მანიფესტაციის ან პრაქტიკის მეშვეობით რაღაც სურვილს, ან იმას ან ამას, ამ დროს სურვილი ან არ ამიხდა, ან ცუდად წავიდა და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ, საკმაოდ რთული არის ამ დროს ცნობიერთან მუშაობა და ზუსტად ამიტომაც არის ძალიან კარგი საბლიმინალები, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენს ქვეცნობიერში იბეჭდება ინფორმაცია, იბეჭდება, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ
ჩვენი აზროვნება შევცვალოთ პოზიტიურისკენ, აი ზუსტად ამაში არის საბლიმინალების ყველაზე დიდი ძალა. ჩვენ ამ დროს ვცვლით ჩვენს აზროვნებას. ხვდებით? იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი მოდის ჩვენი აზროვნებიდან გამომდინარე. თუ ჩვენ ვაზროვნებთ უფრო მეტად პოზიტიურად, უფრო მეტად რწმენით, რა თქმა უნდა, ამ დროს უფრო მარტივად ვიზიდავთ, ხო, რაღაცას. ხოლო თუ ჩვენ ვაზროვნებთ უფრო ნაკლები პოზიტივით, უფრო ნაკლები რწმენით, ან რწმენით, რომ არაფერი არ გამოგვივა, რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოგვდის შემდგომ. და რა თქმა უნდა, ძალიან რთული არის ასე ხელოვნურად საკუთარ თავს რაღაც დააჯერო, იმიტომ რომ უკაცრავად, მაგრამ როგორ უნდა დავაჯერო საკუთარ თავს, რომ მდიდარი ვარ თუ ფული არ ვაქვს, ხო, სიტყვაზე ვთქვათ. ამიტომაც თქვენ ამაში დაგეხმარებათ საბლიმინალები, დაგეხმარებათ აზროვნების შეცვლაშიც და იმაშიც, რომ მოიზიდოთ კონკრეტული სურვილები. ქართულ კომიუნიტიში ნაკლებად მსმენია საბლიმინალების შესახებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოს შემდეგ ცოტათი გამეორებები და რაღაც კოპირკები ჩემი დაიწყება. შესაძლოა ვიღაცაებმა სიტყვითაც დააკოპირონ ეს ვიდეო. ნუ ვნახოთ. და როგორ მოვუსმინოთ საბლიმინალს? პირველ რიგში საბლიმინალის მოსმენა შეგიძლიათ დღისითაც, მზისითაც, ღამითაც, როგორც გინდათ. მე პირადად ვუსმენ ხოლმე საბლიმინალებს მაშინ, როდესაც ვიღვიძებ, იმიტომ რომ ან გაღვიძების მომენტში, ან ძილის წინ, იმიტომ რომ ამ დროს უფრო კარგად იბეჭდება ხოლმე ქვეცნობიერში გარკვეული ინფორმაციები. მაგრამ თქვენ როდესაც გინდათ, ისე შეგიძლიათ მოусმინოთ, ასევე შეგიძლიათ მოусმინოთ რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ. კარგი იქნება თუ ყოველდღე მოусმენთ გარკვეულ რეჟიმში, მაგრამ ნახეთ, ვიღაცისთვის არის საკმარისი, რომ დღეში ერთხელ მოусმინოს, ვიღაცისთვის არის საკმარისი, რომ ვიღაცისთვის ეს არ არის უფრო სწორად საკმარისი და უნდა მოусმინოს დღეში 3-ჯერ, 4-ჯერ. მოკლედ, როგორც თქვენ გენდომებად, როგორც თქვენ გაგეხარდებათ. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ, რომ მოიძიოთ გარკვეული საბლიმინალები ინტერნეტში, YouTube-ზეც დევს, მეც კი მიდევს ერთი საბლიმინალი ფინანსების მოზიდვაზე, საჯარო საბლიმინალი, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ, ის ფინანსებზე იყო. მაგრამ ყოველთვის უმჯობესია, რომ საბლიმინალები შევქმნათ ჩვენით. ანუ დავწეროთ ჩვენით აფირმაციები, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენ აფირმაციებიც ვიცით, ჩვენმა ქვეცნობიერმა უფრო სწორად. და მაინც უფრო კარგად მოქმედებს, როდესაც ჩვენი გაკეთებული არის. ან შეგიძლიათ, რომ პერსონალური გააკეთებინოთ ვინმეს, შეგიძლიათ მეც მომმართოთ, ამის სიმბოლური თანხა იქნება 10 ლარი, ვიფიქრე, რომ ძალიან ბევრია, ამიტომაც 5 ლარი იქნება ამის სიმბოლური თანხა, რომ მე თქვენთვის პირადად დავამზადო პერსონალური საბლიმინალი, აფირმაციებსაც მოგწმ და ყველაფერსაც. ერთად შევარჩევთ იმ ფოტოებს, რომლებიც გიასოცირდება თქვენს სურვილთან და დიახ, საბლიმინალების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ, რომ მოიზიდოთ აბსოლუტურად ნებისმიერი სურვილი. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ზოგს მეტი დრო სჭირდება, ზოგს ნაკლები, მაგრამ დამიჯერეთ ერთი კვირაც რომ მოусმინოთ საბლიმინალებს, ძალიან მალე თქვენ დაინახავთ პატარა შედეგებს. მაგრამ მე თქვენს ადგილას ვეცდებოდი, რომ ჩემით გავაკეთო საბლიმინალები, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვაკეთებ ჩემით, ასე უფრო მარტივი არის, ასე საკუთარ თავს უფრო მეტად ვენდობით, უფრო მეტად იცის ჩვენმა ქვეცნობიერმა თუ რა ჩავდეთ, რა ენერგია ჩავდეთ, რა სურვილი ჩავდეთ, ხო? ამიტომაც, ხო, გირჩევდით, რომ თქვენით გააკეთოთ, ან შეგიძლიათ, რომ მე მომწეროთ პირად. სულ ეს არის მეგობრებო, დაგემშვიდობებით და ნახვამდის.